ჩანგალისტებო, თქვენთვის რესტორანი გაიხსნა ყაზბეგის 30 ნომერში, აგერ რესტორანი ჩანგალი. ოღონდ თუ გიყვართ უკრაინული სამზარეულო. მოგესალმებით, გადაცემა სახალხო კონტროლი თქვენი სტუმარია. რამდენი ხანი არსებობთ? 6 წელი. 6 წელი არსებობთ? საკმაოდ კარგი სტაჟია იმისთვის, რომ უკვე ყველაფერში გათვითცნობიერებული იყოთ. უჟანგავი ზედაპირებია, ეს უკვე მომწონს, სივრცე არის პატარა, მაგრამ თვითონ რესტორანი, კაფეც ძალიან პატარაა. ეხა გადავალ უშუალოდ მაცივრებში რა მდგომარეობაა, მაგრამ მაცივრებამდე მინდა ვთქვა, რომ იატაკის დასუფთავება რეალურად შესაძლებელია, მარტივად დასუფთავებადი არის. ძალიან კარგი არის დაფები. და მომწონს, როცა სხვადასხვა ფერის დაფები არის, აი ესეთი გემრიელობები კეთდება, ნახეთ რა ლამაზია. მაცივრები არის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს და ესეც რა თქმა უნდა ამასაც მივესალმები. მოდით შევიხედოთ მაცივარში, დასტიკერებულია ყველაფერი. აი ნახეთ, სკრუპულოზურად ყველაფერი დასტიკერებულია აბსოლუტურად და ესეც ძალიან კარგია. ანუ თარიღებთან დაკავშირებით აქ ყველაფერი წესრიგშია. თაროც არის მოწესრიგებული და კარგი, კედლები მოწესრიგებულია, ჭერი კარგი და მოწესრიგებულია, მომწონს. გამწოვში გოგოებო ნახეთ, კონდენსატი გეწყებათ. მესმის რომ მაყალია და სივიწროვია და აი ცოტა იქნება და წესით არ უნდა იყოს, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა მაყალმა იცის აი ესეთი საჟი და გასაგებია. ღორის ანტრიკოტი არის და უნდა შეიწვას, აქ არის დადებული, იმიტომ რომ უნდა გამღვალიყო და არ უნდა იყოს ნაჟურ წყალში, ხო? კი ბატონო, ნიჟარაც ისეთია, რომ არის მარტივად რეცხვადი. უკრაინული ბორში, სალიანკა, სოკო, პელმენი და კიევური კოტლეტი, რა თქმა უნდა. აი საინტერესო დეკორია, აქეთ ტარას შევჩენკო, აქეთ ვაჟა-ფშაველა და ეს არის ძალიან პატარა ესეთი ტერასა, ორი მაგიდა აქეთ და ორი მაგიდა იქით. ეხლა ეს მე კი წავიკითხე უცებ, მაგრამ ქართული რატო არ არის, ქართული წარწერები. თბილისში ვართ, საბურთალოზე ვართ, შესაბამისად ბუნებრივია, რომ ჩვენი მოსახლეობა დადის, უყვარს უკრაინული კერძები. დარბაზიც დიდი არ არის, ნამდვილად უკრაინული დროშების ფერებშია გაფორმებული დეკორაცია და აი აქ არის შეფასება მომხმარებლების რუსულ ენაზეა. ძალიან კარგი ადგილია, კიევის ტორტი არის საუცხო. აი დაახლოებით ესეთი შეფასება. ეს ქართველები არ დადიან ამ რესტორანში თუ რა ხდება, რატო არ არის ქართული შეფასება. ცით რა არის საკმაოდ საინტერესო დეკორაცია, თუმცა ძალიან უბრალოა. აი ძალიან უბრალო. აი ახლა ეს კედელიც მინდა დავათვალიერო. აბა აქ რა ხდება? ეს უბრალოდ სამკერდე ნიშნებია, ესეთი ბროშები, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ 15 ლარად. ნახეთ როგორი მრავალფეროვნება. ცხოველებიც არის, ხილი და ასე შემდეგ. მენიუ არის ქართულად, ძალიან გაგვიხარდა, აი სალა უკრაინულად, სალათები 20 ლარი. ნუ ნამდვილად არ არის დაბალი ფასები. აი ვარენიკები, თუ გიყვართ პელმენი ვარენიკი, აქ არის 15 ლარიდან 20 ლარამდე. საკმაოდ დიდი ვრცელი მენიუა და ალბათ ასევე გემრიელი. მე მომწონს ის, რომ ბავშვებისთვისაც არის გათვალისწინებული ფერადი ფანქრები, ალბათ ფურცლებს აძლევენ და შემდეგ უკვე შეუძლია ბავშვს ხატოს და გაერთოს. ძალიან ბევრი ზედმეტი ნივთია, რომელმაც შეიძლება მტვერი დააგროვოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ქვაბიდან უნდა იყოს გადაღებული პროდუქცია აუცილებლად, იმიტომ რომ აი ასეთ უჟანგავ ქვაბებში არ შეიძლება პროდუქტის შენახვა. ერთჯერადი უნდა იყოს კონტეინერები და ესეც არასწორია, როდესაც მეორედ გამოიყენებენ კონტეინერებს ერთჯერადი, იმიტომ რომ ის ერთჯერადი უნდა იყოს. აქ ყველაფერი სწორად არის განლაგებული და ყველაფერი დასტიკერებულია და ამას მივესალმები. აი ნახეთ, ყველაფერი არის დასტიკერებული. გარდა იმისა, რომ სტიკერია და ვადა აწერია, წერია რა არის და ვის მიერ არის დამზადებული. ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. მაცივარი გასალღობია,
იმიტომ რომ შესაბამის ტემპერატურას ვერ იჭერს და მაცივარი გასაწმენდია. ძალიან სივიწროვეა და ძალიან ძნელია ამდენი კერძების აქ მოხმარება. სუფთა ჭურჭელია განლაგებული, ეს ახალი ჭურჭელია შეფუთულია, სანელებლებია, სანიტარული ზონის გაკეთების საშუალება ფიზიკურად არ არის და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. აი ასეთი მეორადი ჭურჭლის გამოყენება არასწორია. კონტეინერები არ ღირს, ხო, ძვირი და ამის შესაბამისად გამოცვლა შეგიძლიათ. ბევრად ძვირი ღირს. ონკანები, ნიჟარები, რაც თქვენ, ყველაფერი ძალიან კარგი გაქვთ. მიმდინარეობს ჰასპის პრინციპების შესრულება, ჰასპი ობიექტზე არის დანერგილი, ესეც მომწონს. იმიტომ რომ აშკარად რაღაცებს უყურებ, რომელიც არის სწორად შესრულებული. აქედან გამომდინარე, გარკვეული ელემენტარული ცოდნა ჰასპთან დაკავშირებით მომსახურე პერსონალს აქვს და ესეც კარგია. რაც შეეხება მაცივარს, კოროზია არ უნდა იყოს და ეს უნდა შეიღებოს აუცილებლად. აქაც უნდა იყოს, აი არ არის სწორი ჯვარედინი დაბინძურების რისკი არსებობს, როდესაც არის აი ნახეთ გამზადებული პიცა არის მართალია შეფუთულია, მაგრამ მაინც ძალიან მარტივად ხდება დაზიანება აი ამ პარკების და არ შეიძლება ბოსტნეული და მზასაკვები ერთად იყოს განლაგებული, არავითარ შემთხვევაში უნდა იყოს ბოსტნეული უფრო ქვევით განთავსებული და კერძების ზევით, რომ ერთმანეთის დაბინძურება არ მოახდინონ. აი ეს არის შეცდომა, რომელიც ძალიან მარტივი გამოსწორებადია და იმედია, რომ ძალიან მალე გამოსწორდება. ეხლავე შეიძლება ამის გამოსწორება არანაირ ხარჯთან არ არის დაკავშირებული. სამზარეულო იმდენად პატარა და მოცუცქნული აქ პრინციპში ბევრი კომენტარის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. არ უნდა იყოს ღიობები და ღიობები უნდა იყოს აღმოფხრილი, მაგრამ ერთი კაფელი ჩამოვარდა და ამას რა თქმა უნდა გააკეთებენ და გამოასწორებენ. აქ არის ველი წერტილი, არის საკმაოდ სუფთა. ვერაფერს ვერ ვიტყვი. სუფთა, სარკეც სუფთა, არის საპონი, არის ერთჯერადი ხელსახოცი, ნამდვილად. მოწესრიგებულია, მე მეგონა რომ რაღაც ასეთი პატარა შეკუჭულია და იქნებდა არა, ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, უნდა შევაქო. კარგია. კიდევ არის ერთი მაცივარი, მოდით ნახოთ აქ რა არის. აქაც არის პროდუქტი განთავსებული, აქაც იგივე პრობლემა გვაქვს, რომელიც საკმაოდ ესეთი არასასიამოვნო და სერიოზული პრობლემაა. ეს არის აი მომზადებული პროდუქტი და ბოსტნეული, მართალია შეფუთული პარკებში, მაგრამ მაინც არასწორია, მით უმეტეს, როდესაც სოკო არის აქ, იმიტომ რომ სოკო ყველამ ვიცით, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა პროდუქტებთან ერთად იყოს განთავსებული. აი ეს პარკები არ არის ჰერმეტულად ვერ იცავს პროდუქციას და აი ეს პარკებიც არ არის სწორი ამ პარკებით შეფუთულ პროდუქცია ერთმანეთზე იყოს დადებული. კი ბატონო, ძალიან ბევრი შრომაა ჩადებული, მაგრამ აი ეს დეტალები, რომელიც ვითომ და უმნიშვნელო არის, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ყველაფერს გაითვალისწინებენ.